მოგესალმებით მეგობრებო. დღევანდელი პოდკასტის სერია იქნება ცოტათი განსხვავებულ სტილში, განსხვავებულ ფორმატში. მანამდე თუ ძირითადად მაინც მე ფიგურირებდი. დღეს სტუმარი გვეყოლება ჩვენ და ძალიან საინტერესო მკვლევარი ნინო კაკალაშვილი არის ისტორიკოსი, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. საინტერესოა ნინოს შრომები და მისი გამოცდილება პირველ რიგში, იმიტომ რომ ის მუშაობს ისეთ საინტერესო საკითხზე, როგორიც არის ყიფჩახთა საკითხი საქართველოს ისტორიაში. ზოგადად ვინ არიან, საიდან წამოვიდნენ და რა როლი შეასრულეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. და აი ზუსტად დღეს გვინდოდა აი ამ საკითხის გაშლა ნინოსთან. ნინო, მოგესალმებით. მოგესალმებით. საინტერესოა ამ პროექტში მონაწილეობა და მადლობა მოწვევისათვის. მადლობა ნინო. და აი პირველი კითხვა მაინც მაყურებლისთვის ასე ვთქვათ, უფრო მარტივად გასაზრებელი რო გახდეს, უფრო რა კუთხით გვინდა რა ჩვენ დავინახოთ აი ეს ყიფჩახთა საკითხი. მაინც ის არის ვინ არიან ყიფჩაღები და საიდან მოდიან. აი თუ შეგიძლია რომ აი ეს გაშალო მათი განსახლების არეალი და მათი წარმომავლობა, რომელი საუკუნიდან თუ წლებიდან ფიგურირებენ ზოგადად და მეორე უკვე საქართველოს ისტორიაში როგორ ჩნდებიან, ამაზეც შეგვიძლია უკვე ამავე კითხვაში შევეხოთ, ან თუ არა და უკვე შეგვიძლია მეორე კითხვაში ვფასოთ. ყიფჩაღები თავდაპირველად როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული, ასე არჩანან ძირითადად ცხოვრობდნენ თავდაპირველად შუა აზიის, ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე და ძირითადად არიან სხვა ატომური გაერთიანების შემადგენლობაში, არაბულ წყაროებში და ასეთ ატომურ გაერთიანებად დასახელებულია კიმაკი ან კიმეკი, სხვადასხვა წყაროებში განსხვავებული, ასე ვთქვათ, საკითხით ხდება ეს სახელწოდება და მაინც ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენენ ამ ჯგუფში. უკვე დაახლოებით მე-9 საუკუნიდან იწყება შედარებით ყიფჩაღებს შორის, ასე ვთქვათ, სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბება და უკვე ერთ-ერთ არაბულ წყაროში მოხსენიებულია უკვე ყიფჩაღი მეფე მელიქის სახელწოდებით, სადაც უკვე გარკვეულწილად უკვე მართლობის სისტემის ჩამოყალიბებაზე მიუთითებს ეს ფაქტი. და რაც შეეხება მათ გადმოსახლებას უკვე დასავლეთით სამხრეთ რუსეთის სტეპების ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავდა კასპიისპირეთის ჩრდილოეთ ნაწილს, ასევე ჩრდილო კავკასიის სტეპებს და შავიზღვისპირეთის ჩრდილოეთ ნაწილს. ამ ტერიტორიაზე შედარებით უფრო მოგვიანებით ჩნდებიან ყიფჩაღები. ეს არის დაახლოებით მე-11 საუკუნის 50-იანი წლები, როდესაც მოდიან ისინი ამ ტერიტორიაზე და ხდება მათი უშუალო დაპირისპირება რუსულ სამეფო სამთავროებთან და აი ეს 50-იანი წლები არის, როდესაც აი პირველი კონფლიქტი არის დასახელებული რუსულ წყაროებში ყიფჩაღებთან დაკავშირებით. რაც შეეხება უშუალოდ საქართველოში აი პატარა კითხვის დასმა მინდოდა რომ ესე უკეთ გაიაზროს მაყურებელმა. მაინც მიზეზი მათი გადასახლების აი ასე ჩვენ დღეს ვეძახით ცენტრალურ აზიას და რუსეთის ასე ვთქვათ სამხრეთ ტერიტორიას, იმ ტერიტორიას, რომელიც ცენტრალურ აზიას ასე ვთქვათ ესაზღვრება, მაინც რა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიაში ქონდა ჩვენ ეს გადასახლებების ასე ვთქვათ ხალხთა გადასახლებების რამდენიმე სერია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა ის არის, რამაც რომის იმპერია პრაქტიკულად დაასრულა. ეს არის კლიმატი, ცვლილება, ეს არის უბრალოდ ბრძოლები ერთმანეთში და დამარცხებული მხარე მიდის დასავლეთით. მე უბრალოდ აქ რამდენიმე სხვადასხვა ეს თქო ისტორიულ მაგალითს ვიყენებ, მაგალითად ხუნებმა რაც გააკეთეს და ასე შემდეგ. აი რა ვიცი ჩვენ მათ ყიფჩახთა ესე ვთქვათ დასავლეთით მიგრაციის მიზეზებს შორის ასე ვთქვათ.
ანუ ერთ-ერთ მიზეზად, მთავარ მიზეზად დასახელებული არის მე-11 საუკუნეში უკვე გაძლიერებული ეგრეთ ოღუზი ტომები, რომლებმაც შემდგომ საფუძველი ჩაუყარეს თურქ-სელჩუკთა იმპერიას და როდესაც ოღუზები გააქტიურდნენ სელჩუკის მეთაურობით და სახელწოდებაც მისგან მიიღეს, სწორედ ამ სელჩუკების გააქტიურებამ გამოიწვია ყივჩაღთა შევიწროება, საძოვრებისთან დაკავშირებით შეექმნა დასვლა სიმცირე, თავისთავად როგორც ყივჩაღები, როგორც ცნობილია, როგორც მომთაბარე ხალხი, მათთვის მნიშვნელოვან შემოსავლის უმთავრეს წყაროს წარმოადგენდა სწორედაც რომ საძოვრებისთვის საჭირო ტერიტორიები და ამ ტერიტორიების სიმცირემ ისინი აიძულა რომ გადასულიყვნენ უკვე სხვა ტერიტორიაზე და ეძებათ ახალი საცხოვრისი, რათა გამოეყვებათ თავიანთი როგორც ხრის ფარები, ასევე საქონლის ჯოგები და თავისთავად მათი არსებობისთვის საჭირო ასე ვთქვათ პროდუქტები და შემოსავალი კვლავ ქონოდათ და შეენარჩუნებინათ. ეს მიგრაციის მოდელი ესე იგი მეტნაკლებად ემთხვევა იმ სიტყვაზე წინა პერიოდებს, ნუ ერთ-ერთი ასე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივე როგორც თურქ-სელჩუკები, ასევე ყივჩაღებიც ორივე თურქული მოდგმის ტომია, თუმცა ყივჩაღები არ შედიოდნენ იმ ოღუზ ტომთა გაერთიანებაში, ანუ ოღუზები უკვე ცალკე თურქული გაერთიანების წარმომადგენლებად ჩანა. იმ ორიოდის სიტყვა თუ შეგიძლია გითხრა მათ რელიგიურ წარმოდგენებს, აი ყივჩაღები იყვნენ მომთაბარეობის დამახასიათებელი წარმართები, მათ მრავალი ღმერთის წამდათ, თუმცა მნიშვნელოვანი იყო გარდაცვლილის კულტი, თუნდაც გარკვეული, ანუ ისინი პატივს მიაგებდნენ ამ გარდაცვლილ ადამიანს და დაუშვათ ზედაფენებში განსაკუთრებით გავრცელებული იყო ყივჩაღური ქანდაკებები, რომელიც ერთგვარი პატივის მიგებისთვის იყო განკუთვნილი. სხვა ფორმით იყო, ძირითადად უფრო მმართველი ფენის და ან ყივჩაღი არისტოკრატიის წარმომადგენლებისთვის იყო დამახასიათებელი ასეთი დაკრძალვის წესი. და ამასთანავე გავრცელებული იყო მაგალითად მგლის კულტი, ძაღლის კულტი და ისინი ხშირად გვხვდება აი ძაღლის ყმუილი, მგლის ყმუილი გარკვეული მოვლენების წინასწარმეტყველებისთვის და ასევე წარმართული რელიგიის ასე ვთქვათ თაყვანისცემაზე მეტყველებს ისიც რომ აი დაკრძალვისას მათი წარმოდგენით ის ნივთები რაც ცხოვრებაში ჰქონდათ ყივჩაღებს ჩვეულებრივ გამოიყენებდნენ ეს შეიძლება ყოფილიყო ცხენი ან იარაღი ან ნებისმიერი მოხმარების საგნები ჩვეულებრივ ჩაატანდნენ ხოლმე მათ სამარხში და თავდაპირველად ყივჩაღთა წარმოდგენა სიკვდილის შემდგომ სამყაროში იყო ის რომ ეს ნივთები რაც სიცოცხლეში ჰქონდა ყივჩაღს ჩვეულებრივ გამოადგებოდა მათ სიკვდილის შემდეგაც და ამასთანავე საინტერესოა ერთი ცნობაც, როდესაც ყივჩაღები ასე მსახურისთვის წერილის გატანებით თითქოს ცდილობენ ამით დაამყარონ კავშირი უკვე გარდაცვლილ მეფეებთან, ყივჩაღ მეფეებთან და მათ წინაპრებთან. ანუ ეს წინაპრების კულტის კიდევ ერთი გამოხატულება არის ამ შემთხვევაში აი დაკრძალვის წესთან დაკავშირებით შემიძლია ესეც დავამატო. აი ერთი პატარა კითხვა მქონდა ამ დაკრძალვის ცერემონიებთან და ზოგადად მოდელთან დაკავშირებით გავს თუ არა ის ძალიან სხვა მომთაბარე ხალხების დაკრძალვის ცერემონიებს ახლა იქიდან გამომდინარე შერაც მოგვეყევი ახლა სკვითები, კიმერიელები, ჰუნებიც ძალიან ბევრ შემთხვევაში ისტორიულ წყაროებში წერია და არქეოლოგიური ფაქტები რაც ჩვენ გაგვეჩნია ძალიან გავს იმას. რა თქმა უნდა იდენტური შეიძლება არ იყოს, მაგრამ თვითონ იდეა ასე ვთქვათ ჩატანის სხვადასხვა ნივთების და ასე შემდეგ და როგორ უყურებენ ესენი გარდაცვლილის ასე ვთქვათ მომდევნო სიცოცხლეს თუ შეიძლება ასე ითქვას, აი ეს ბევრ რამეში წააგავს სხვა მომთაბარე ხალხების ცერემონიებს. დიახ, ანუ მომთაბარეებისთვის დამახასიათებელი ასეთი დაკრძალვის წესი თითქმის სხვა მომთაბარეს ახასიათებდა აი ჰუნების, მე შემდგომ აი უნგრელების წინაპრების, ამდე უნგრელები ბინადარ წესზე გადავლენ და სახელმწიფოს ჩამოაყალიბებენ, მანამდეც მათთანაც შეიმჩნევა ასევე ესეთ ცხენის ჩატანება სამარხში. ეს უკვე ცოტა ადრეული პერიოდი არის, რა თქმა უნდა, ხა მე-11 საუკუნის არ ეხება. ასევე თუნდაც მონღოლები მსახურს ცხენს ატანდნენ თავიანთ, ასე ვთქვათ, გარდაცვლის. ქანდაკების აღმართვის მომენტი ბევრგან არ ჩანს, ყივჩაღებთან დაკავშირებით არის გამოკვეთილი, ხა მონღოლებში, ჰუნებში ან სკვითებში მსგავსი ქანდაკების აღმართვა, თუნდაც მეთაურისთვის არ შეიმჩნევა, თუმცა აი გარდაცვლის ნივთების იქნება ეს ცხენი, მსახური ან ნებისმიერი სხვა
განხმარების საგანი, ჩვეულებრივ სწამთ მათაც რომ ასე ვთქვათ, სიკვდილის შემდგომ სამყაროში ის დასჭირდებათ და საინტერესოა კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება ყივჩაღებისთვის ეს არის დაკრძალვის გამოვნებლობის რიტუალი, როდესაც ყივჩაღები გადადიან ბინადარ ცხოვრების წესზე, რატომღაც მიცვალებული მათთვის ხდება საშიში და ერთგვარი თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს ეს რიტუალი, როდესაც ხდება საფლავის დაზიანება, ისე რომ ასე ვთქვათ, გარდაცვლილმა ყივჩაღმა ვეღარ შეძლოს რომ კვლავ აღდგეს და თავს დაესხას მის ასე ვთქვათ შთამომავლებს, ვინც ცოცხალი დარჩა. ძალიან საინტერესოა, სხვა შეიძლება რაც სხვა მომთაბარეებში რატომღაც აქამდე არ შეხვედრია. საინტერესო დეტალი არის, კი. აი, გაწურწომი ამ გაამახვილა, მაგ საკითხს ყურადღება და საკმაოდ დასაბუთებული აქვს ამ საკითხის, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა. აი, და ეს ხსნის იმ ფაქტსაც უნდათ, რომ საქართველოში აღმოჩენილია მსგავსი რიტუალი და თავისთავად ისინი დაიწყებდნენ უკვე ბინადარ ცხოვრების წესზე გადასვლას და მათი ცხოვრების სტილის ცვლილებასაც შეიძლება მეტყველებდეს მისი ვარაუდით, რაც ვფიქრობ, რომ მართებული უნდა იყოს საქართველოს ვარიანტში ყოველ შემთხვევაში. გასაგებია, მაინტერესებდა როდიდან ხდება ჩვენ ცნობები აი საქართველოს სამეფოსა და ყივჩაღებს შორის პირველი კონტაქტის შესახებ. ზოგადი ახლა ისტორიული ეს თქვა პერიოდი ჩვენთვის რა თქმა უნდა ცნობილია, მაგრამ თუ ვიცით უფრო დაწვრილებით როგორ მოხდა, რა დროს მოხდა და მე უკვე რა თქმა უნდა ჩვენ გადავდივართ უფრო აი ამ ძალიან დიდ და ძალიან საინტერესო ეპოქაზე, ეს დავით აღმაშენებლის ეპოქა არის და მიზეზებზე მათ ჩამოსახლების და ასე შემდეგ. თუ შეგვიძლია ამაზე დავით აღმაშენებლის ეპოქამდე უშუალოდ ყივჩაღებსა და ქართველებს შორის ესე პირდაპირი კონტაქტი არ ყოფილა. წყაროებს შორისაც ამაზე ინფორმაციას არც ქართულ, არც უცხოურ წყაროებში ვერ ხვდებით. პირველი ასე მოხსენიება და ქართველთა მათი კონტაქტი აქვს მოხსენებული დავითის ისტორიკოს და ეს ხდება მათი ჩამოსახლების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ეს თარიღი არის განსაზღვრული 1118-20 წლები. თუმცა თვითონ დავითის დაინტერესება ყივჩაღებთან უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო, თუნდაც როდესაც ხდება დავითის ქორწინება ყივჩაღთან თავის ასულ გურანდუხზე, ეს ნიშნავს, რომ თავის უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ ყივჩაღები ჩამოასახლოს ქვეყანაში, თავისთავად ის ქმნის შესაბამის გარემოს, თუნდაც ქორწინების საკითხი და დინასტიური კავშირით მათთან დაახლოება, თავისთავად გაადვილებდა მათი ჩამოსახლების პროცესს შემდგომ მოგვიანებით, როდესაც პოლიტიკური ვითარებაც შეუწყობდა ხელს მათ ჩამოსახლებას საქართველოს ტერიტორიაზე. ამაზე თუ შეგიძლია უკვე აი გაგვიშალო ეგ საკითხი და აქ უკვე რა თქმა უნდა უფრო ფართოდ შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგრამ აი სანამ გადახვიდოდე, უბრალოდ ერთი კითხვა, მან შეგიძლია ეს პასუხი ამ კითხვაზე უფრო აი ამ დავით აღმაშენებელთან დაკავშირებულ, ასე ვთქვათ, პასუხში გაერთიანო. მაინც რა უპირატესობები ჰქონდათ ყივჩაღებს როგორც მომთაბარეებს? არიან ესენი ჩვეულებრივი მომთაბარეები და ჩვეულებრივ მომთაბარეში გულისხმობ კლასიკურად აი ის მომთაბარეები, რომელთაც ჩვენ ხვდებით ისტორიის განმავლობაში. მოდელი აბსოლუტურად იგივე არის მათი წყობის ან მათი სხვა დიდი ქვეყნების ან სიტყვაზე თუნდაც პატარა ქვეყნების მიერ გამოყენებისა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ისტორიიდან რომ დავით აღმაშენებელი არ იყო პირველი, ვინც იყენებდა სიტყვაზე მომთაბარეებს. მე არ გულისხმობ საქართველოს ისტორიიდან, არამედ ზოგადად თუნდაც რომის იმპერიიდან, თუნდაც ბიზანტიის იმპერიიდან და ასე შემდეგ, როგორ იყენებდნენ მომთაბარეებს თავისი, ვთქვათ, სამხედრო თუ სხვა მიზნების მისაღწევად. რამე ისეთი განსაკუთრებული ნიშანი ხო არა აქვთ ამ ყივჩაღებს, თუ ეს უბრალოდ გამოწვეული მათი გადმოსახლება და მათთან კონტაქტი მაინც გამოწვეული იყო უფრო იმით, რომ უბრალოდ გეოგრაფიულად ისინი ყველაზე ახლოს არიან ჩვენთან და აი ეს იყო და ეს. თავისთავად მათ საბრძოლო ან ის ფაქტი, რომ ისინი მომთაბარე ცხოვრების წესს მისდევდნენ და შესაბამისი სამხედრო ასე ვთქვათ გამოცდილებაც ჰქონდათ მომთაბარეთათვის დამახასიათებელი საბრძოლო ტაქტიკა და აღჭურვილობა, ამავდროულად გეოპოლიტიკურმა ფაქტორებად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, ისინი ცხოვრობდნენ საქართველოსთან თითქმის მეზობლად, ამავდროულად პოლიტიკური ვითარება იყო ისეთი, როდესაც უკვე მე-12 საუკუნის დასაწყისში, ან პირველ მეოთხედში განსაკუთრებით გაძლიერდნენ რუსი მთავრები
მეთაურები ვლადიმერ მონომახის მეთაურობით და ისინი საკმაოდ შევიწროვდნენ ყივჩაღები ვლადიმერ მონომახის ლაშქრობების გამო თუ მანამდე ყივჩაღები თითქმის ყოველთვის ამარცხებენ რუს მთავრებს და საკმაოდ დიდ ნადავლს ართმევენ ტერიტორიებსაც ართმევენ არბევენ და ძარცვავენ რუსთა სამთავროებს და სამეფოებს უკვე ვლადიმირის შემდგომ ყივჩაღები თითქმის მარცხდებიან მასთან ბრძოლაში კარგავენ მნიშვნელოვანი რაოდენობის საქონელს თავენ აღჭურვილობას და ამავდროულად საკმაოდ მნიშვნელოვანი ყოველგვარ ასე ვთქვათ მათი ლიდერები შეეწირნენ სწორედ ამ რუსებთან ბრძოლას და მნიშვნელოვანი დანაკარგი იყო თავისთავად ეს ყივჩაღებისთვისაც ამანაც ხელი შეუწყო თავისთავად რომ დაუშვათ დავითს ისინი გადმოესახლებინა რათა მათ სჭირდებოდათ როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ასე ვთქვათ საიმედო თავშესაფარი სადაც კვლავ გაძლიერდებოდნენ და შემდგომ გაანაგრძობდნენ უშუალოდ ცხოვრებას ან საქართველოში ან დაბრუნდებოდნენ ისევ უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერჯობია მათი ჩამოსახლების მიზეზებზეც ვისაუბროთ როგორც უკვე აღვნიშნე ანუ მნიშვნელოვანი იყო მათი სამხედრო ასე ვთქვათ საქმიანობა მათი საბრძოლო უნარები და დავითს რა თქმა უნდა არმიაში რეფორმა უკვე დაწყებული აქვს შექმნილი აქვს გარკვეული ასე ვთქვათ რაზმები რომლებიც განსხვავებული წესით იბრძვიან არ არის ეს გენერალური დიდი ბრძოლები რამდენიმე რა თქმა უნდა მასშტაბური ბრძოლაც გაიმართა თუმცა მცირე შეტევები საკმაოდ ასე ვთქვათ სიახლეს წარმოადგენდა ქართულ არმიაში და ამ ასე ვთქვათ ამ სამხედრო ტაქტიკის გაგრძელებას შეიძლება წარმოადგენდეს სწორედაც რომ ყივჩაღები რომელთა ასე ვთქვათ ბრძოლის ტაქტიკა ემყარება ძირითადად სწრაფ მარბიელ რეიდებს ანუ მცირე რაზმებით შეტევა და ასე ვთქვათ ტერიტორიის დარბევა და ალაფის წამოღება რა თქმა უნდა ყივჩაღებს არ არიან დაკავებული მხოლოდ ასე ვთქვათ ასე მცირე მასშტაბის მარბიელი რეიდებით რუსულ მატიანებში არაერთი მასშტაბური ხაზის ბრძოლაც არის მოხსენიებული და საკმაოდ დიდი არმიებიც არის დასახელებული აი ყველას დიდი არმია 12000 ყივჩაღი მეომრით არის განსაზღვრული და შესაბამისად ქართულ რეალობაშიც ეს ყივჩაღები ჩართული არიან როგორც მცირე მარბიელ რეიდებში როგორც თავდაპირველად საქართველოში მცხოვრებო თურქების წინააღმდეგ თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ რომლებიც ასე ვთქვათ აი დიდი თურქობის პერიოდიდან რომ ხდებოდა მათი დრო და დრო ასე ვთქვათ შემოსვლა და აქ საქართველოში დარჩენა და მათ მიერ ქართული ტერიტორიების დარბევა უკვე ამ ყივჩაღთა დახმარებით უკვე დავითი ცდილობს ჯერ მათ განდევნას და შემდგომ როდესაც საქართველო გაერთიანდა და გათავისუფლდა თურქ-სელჩუკთა ასე ვთქვათ ბატონობისგან და მათი ასე ვთქვათ თურქთა ასე ვთქვათ თურქებიც აღარ იკავებენ საქართველოს ტერიტორიას და აღარ არბევენ უკვე დავითი ყივჩაღების დახმარებით თვითონ გადადის უკვე მუსლიმურ სახელმწიფოებზე შეტევაზე და ყივჩაღები აქეთ აწარმოებენ მსგავს მარბიელ რეიდებს უკვე მუსლიმურ სახელმწიფოებზე რომლებიც არიან ასე ვთქვათ თურქ-სელჩუკთა მეთაურის ვასალები და ამაზე უნდა მიუთითებდეს თუნდაც დავითის ისტორიკოსის ცნობა რომ თურქ-სელჩუკთა ასე ვთქვათ სულთანი ხშირად ანუ ზედაისედა ანუ ხშირად ზედიზედ წარმოავლენდა თავის მოციქულს ცხენს და საჩუქრებს უგზავნიდა დავითს და სთხოვდა რომ ყივჩაღთა რბევა შეეწყვიტა რაც თავისთავად მეტყველებს რომ ყივჩაღებისაგან მომდგარი ზიანი საკმაოდ დიდი იყო თურქ-სელჩუკებისათვის და იმ ტერიტორიებისთვის რომლებიც თურქ-სელჩუკთა სულთანს ემორჩილებოდნენ და საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიებს ეხება ძირითადად თქმა უნდა თურქ-სელჩუკების ანუ გეოგრაფიულად რო გავიაზროთ მაყურებელმაც რომ უკეთ გავიგოს ეგ საუბარი უკვე გვაქვს ჩვენ რასაც დღეს ვეძახით სამხრეთ კავკასიის ასე ვთქვათ სამხრეთ ნაწილს და შეიძლება უფრო სამხრეთითაც კი აი იმ სივრცეებს სადაც უკვე სამხრეთი და სამხრეთ აღმოსავლეთი და ხო საქართველოსა და ასე ვთქვათ ისლამურ სამყაროს შორის უკვე ბრძოლა მიმდინარეობს სავაჭრო გზებისთვის და ასე შემდეგ. ამასთანავე ტაქტიკაზეც უნდა გამომახვილოთ ყურადღება, გარდა იმისა, რომ ეს მცირე ბრძოლები ხშირი და სწრაფი ბრძოლები, ამავდროულად ისინი არიან უმეტესად ცხენოსანი მეომრები, ყივჩაღები, როგორც მომთაბარეებისთვის, მათთვის აი ცხენი არის განუყოფელი ნაწილი მათი ცხოვრების, როგორც ჩვეულებრივი ცხოვრების პერიოდში, ამავდროულად სამხედრო თვალსაზრისითაც. ანუ ქვეითი მეომრებიც არიან დასახელებული, მაგრამ აი ძალიან რამდენიმე შემთხვევა მხოლოდ ის რუსულ მატიანეში და უმეტესად გვხდება ყივჩაღთა კავალერია და ეს კავალერიაც არის ძირითადად
სწრაფ მობილურ და დისტანციურ ბრძოლაზე ასე ვთქვათ ორიენტირებული რაზმები, რომლებიც განსაკუთრებით ასე ვთქვათ მარჯვემშვილდოსნები არიან, მათ ასე ვთქვათ გაქცეული ცხენიდან მოძრავ სამისასაც ჩვეულებრივ კარგად შეუძლიათ ასე ვთქვათ დაუმისნონ და მოარტყან ასე ვთქვათ მოწინააღმდეგეს ის არის ეფექტურად, აი რამდენიმე წყაროში ნახსენები რომ გაფრენილ ჩიტსაც ასე ვთქვათ შეუძლიათ ჩამოაგდონ და რუსული მატიანეში ერთ-ერთი ასე ვთქვათ უკან დახევისას ანუ უკან ბრუნდება ყივჩეყი და თვალ შეახვედრებს მოწინააღმდეგეს ისარს. ასეთი მსგავსი ძალიან გავს იმას მონღოლებს რა უპირატესობაც ჰქონდათ და რატო იმარჯვებდნენ უკვე ეს მომდევნო საუკუნეებში, იმიტომ რომ მათაც აი პრაქტიკულად აი ცხენზე ცხენის გამოყენება რა დონეზე ჰქონდათ ეს თქვათ აყვანილი და მაგრამ ეს არა მარტო მათთვის არის დამახასიათებელი სხვა მომთაბარეებისთვისაც უბრალოდ ჩვენ უძლოთ უფრო მეტი ცნობა გვაქვს ხო ამ შემთხვევაში ყიფჩაღებზე და მეორე უკვე პოლებზე ამავდროულად ტაქტიკაზე შემიძლია დავამატო ის რომ რასაც შემდგომში უკვე მონღოლები იყენებენ აი საფარში შეტყვების ტაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია ყივჩეხებს შორისაც და გვხვდება ეს ტაქტიკა უბრალოდ საქართველოში ამდენად გამოიყენეს არ ჩანს წყაროებში მაგრამ აი მაგალითად ბიზანტიის ტერიტორიაზე როდესაც ლათინები ჩდებიან მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში და იღებენ კონსტანტინოპოლს უკვე შემდგომ მათთან ბრძოლისას ყივჩეხები ფაქტობრივად ერთსა და იმავე ბრძოლაში ორჯერ იყენებენ ამ ტაქტიკას და ორივეჯერ ფაქტობრივად ლათინთა არმია წამოეგო მათ ასე ვთქვათ საფარში შეტყუების მეთოდს. ან ნინო, ესე იგი, შენი მონაყოლიდან უფრო აქცენტი მაინც ამ შემთხვევაში ჯერ ყოველ შემთხვევაში მაინც უფრო სამხედრო კომპონენტზე არის გამახვილებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავით აღმაშენებლის მიერ ყიფჩაღების ჩამოსახლების თავარი მიზეზი ან მიზანიც პრაქტიკულად არის სამხედრო მათი სამხედრო უპირატესობა ეს არის თავარი მიზეზი თუ ამას აი რა სხვა რა მიზეზები გვაქვს ამაზე ასევე ანუ უნდა გავიტვირთოთ ქართული არმიის რაოდენობაც ანუ არ იყო ეს ქართული რაოდენობა არმიის რაოდენობა ისეთი რომ დაუშვათ დავითს ყოფნოდა ის როგორც ხშირი მარბიელი რეიდების მოსაწყობად ასევე შემოერთებული ციხე ქალაქებს აი თუნდაც აიყო კახეთ ერთი შემოიერთა შემდგომ რუსთავი სამშვილდე რუსთავი გიში ლორე და შემდგომ კიდევ გრძელდება ხო თუმცა ყიფჩახთა ჩამოსახლების შემდგომ პერიოდში გრძელდება ამ ტერიტორიების შემოერთება და მანამდე ამ ტერიტორიებს თავისთავად დასჭირდებოდა შემოსამტკიცებლად გარსაგარნიზონო სამსახური, რაც თავისთავად არმიას მოითხოვდა გარკვეული ნაწილი უნდა დაეტოვებინა შემოერთებულ ტერიტორიებზე და ამავდროულად თურქ-სელჩუკებთან წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ წიქონდა და რა თქმა უნდა დავითი ამასაც აცნობიერებდა რომ არსებული არმია არ იქნებოდა საკმარისი და შესაბამისად ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარდა ყივჩახთა კარგი ბრძოლის უნარიანობისა და მათი კარგი საბრძოლო ტაქტიკისა ამავდროულად იყო ის ჯარის სიმცირე რა პრობლემის წინაშეც იდგა დავითი თავისი მეფობის დასაწყისში და შემდგომ სწორედ ყივჩახთა ჩამოსახლებაში ნახა ეს ასე ვთქვათ გამოსავალი ერთ-ერთი. ნინო ყიფჩახთა გადმოსახლება მაინც საქართველოს რომელ ტერიტორიას ეხება ამ შემთხვევაში მაინტერესებს სად სახლობდნენ არის ეს მოსაზღვრე ტერიტორიები რომლის დასაცავადაც და პრინციპში დავითი იყენებდა მათ თუ ხდება ჩვენ სივრცეები ან ტერიტორიები ანუ ქვეყნის შიგნითაც ანუ თქო საქართველოს შუაგულში სადაც ჩვენ სამარხებით თუ სხვა ისტორიული წყაროებით შეგვიძლია ვთქვათ რომ აი იქაც იყო და საზღვრისპირა რეგიონებში აი ამაზე რა ცნობები გვაქვს ყივჩახთა განსახლების საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. არსებობს ორი მოსაზრება, ძირითადად, რომელთა მიხედვითაც ყივჩახები დაასახლეს საზღვრისპირა ტერიტორიებზე, ან მეორე მოსაზრების თანახმად ყივჩახები დაასახლეს შიდა ტერიტორიებზე, ძირითადად ეს განსაზღვრულია უმეტესად ქართლის ტერიტორიით. თუმცა თუ გავშევა, ასე ვთქვათ, შევაჯერებთ როგორც ნარატიულ წყაროებს, ანუ წერილობით წყაროებს და არქეოლოგიურ მასალებს, ნახავთ, რომ ყივჩახები დაასახლებული არიან როგორც შიდა ტერიტორიებზე, ასევე საზღვრისპირა მხარეებში. სომხეთის ჩრდილოეთ სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არის წარწერები, ჰარჭისა და ჰაარწინის წარწერები, სადაც მოხსენიებული არის მაგალითად ხფჩახვანქის მონასტერი, ანუ ეს ხფჩახვანქი, ყივჩახები, ხფჩახი სომხურად, ანუ სომხურ წარწერებში ყივჩახი მოხსენიებული როგორც ხფჩახი. შესაბამისად ეს მონასტრის სახელწოდებაც უკავშირდება ყივჩახთა იქ ცხოვრების ცხოვრებას. ამასთანავე დღევანდელ აღმოსავლეთ
აღმოსავლეთ საზღვართან დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ასე ვთქვათ აღმოჩენილია მდინარის სახელწოდება ყივჩახჩაი და დასახლების სახელწოდება ყივჩაყი. რაც თავისთავად მათი გარკვეული ნაწილის ცხოვრებაზე მიუთითებს, იქ იყო მოსაზრება, რომ ისინი მხოლოდ ამ ტერიტორიებზე დაასახლეს, ანუ არა ქართულ ტერიტორიებზე, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ტერიტორიები ყივჩახთან მთლიან მასას რა თქმა უნდა ვერ დაიტევდა და საქართველოს ინტერესებში მხოლოდ მაინც მათი იქ დასახლება დიდად არც შედიოდა. და ამასთანავე აღმოჩენილი არის სამარხები, როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე დასავლეთ საქართველოში, თუანში არის აღმოჩენილი ყივჩახის სამარხი და ასევე სურტაკეთში და ეს ტერიტორიები არ არის თლად საზღვრისპირა მხარეები. თავისთავად მეტყველებს, რომ ყივჩახები საქართველოში დასახლდნენ გაფანტულად, არ მოხდა მათი ჯგუფურად დასახლება კონკრეტულად ერთ ტერიტორიაზე. თავად მემატიანეც ასახელებს ამ ადგილებს მრავლობით რიცხვში, ადგილთა სამათოდ მარჯვეთა. და შესაბამისად ეს ადგილთა რამდენიმე ადგილს უნდა გულისხმობდეს და ეს შეიძლება ყოფილიყო მათთვის ხელსაყრელი, ანუ ვაკე ტერიტორიები, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში და თავისთავად საზღვრისპირა მხარეებში. დავითის ისტორიკოსის შემდგომ კიდევ ერთი წყარო, რომელიც მოგვითხრობს დემეტრე პირველის, გიორგი მესამის, თამარისა და ლაშა გიორგის შესახებ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე აღნიშნავს, რომ დავითის დროს მოშენდა სამხრეთის სასაზღვრო ტერიტორიები ტაო, ასევე მესხეთის და ჰერეთი, ანუ ეს სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი სასაზღვრო ტერიტორიების მოშენება შესაძლებელია ყოფილიყო არა მხოლოდ ასე ვთქვათ თავშესაფარში შეხიზნული ქართველებით, არამედ ყივჩაყებითაც. თავისთავად, რაც გვაფიქრებინებს, რომ ყივჩაყები დასახლდნენ როგორც არა ქართულ, ასევე მოსაზღვრე განაპირა მხარეებში და შიდა მხარეებში. რაოდენობრივი თვალსაჩინო როგორ იყო გადანაწილებული წყაროები ამის თქმის საშუალებას არ გვაძლევს, თუმცა მათი დასახლებები, რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე არის გარდა მთიანი რეგიონებისა, რა თქმა უნდა. და ამაში შეგვიძლია დავინახოთ პრინციპში ქართული მონარქიის, ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელზე საუბრობთ, გამიზნულ პოლიტიკაზე, ხო? რომ არ მოხდარიყო მათი განსახლება ერთ კონკრეტულ რეგიონში, რადგან ეს გამოიწვევდა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხს, მტკივნეულ საკითხს. და იმისა, რომ ისინი ცალ-ცალკე დაასახლეს, მაინც იყო კონფლიქტები, თუნდაც ხშირად აყვევდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე მეფის ხალატის წადეს და მეფის მოკვლაც კი წადეს. უბრალოდ მე ხომ ახსენდება უცებ სხვადასხვა ის მაგალითები ისტორიიდან, ერთ-ერთი შეგვიძლია შევადაროთ ყივჩახთა განსახლება როგორ მოხდა უნგრეთში. იქ განსხვავებული ვითარება არის სრულიად. თუ საქართველოში ესენი ასე ვთქვათ, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გაფანტულად არ ჩანან დასახლებულები. აი უკვე უნგრეთში ისინი არიან კომპაქტურად დასახლებულები, ორი ასე ვთქვათ გეოგრაფიული ადგილია, სადაც მათ თავიანთი სახელიც კი დარჩა, მათ ადგილებს ეს არის დიდი კუმანია და მცირე კუმანია და ეს თუ რუკაზე დავაკვირდებით ამ ტერიტორიებს, არის ქვეყნის შუაგულში. და შესაბამისად, თუ საქართველოში მყოფ ყივჩახებს შეუძლიათ რომ დაარბიონ მეზობელი მუსლიმური სახელმწიფოები, რომელთა ასე ვთქვათ, დარბევა საქართველოს ინტერესებში შედის და საქართველოს სამხედრო პოლიტიკურ ძლიერებას უსვამს ხაზს. ამ შემთხვევაში უნგრეთში ყივჩახებს ასე ვთქვათ, დასარბევად აქვთ მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი მეზობელ სახელმწიფოებს ვერ შეუგდებენ. თავისთავად მათი თავდასხმის ობიექტი არის ის ადგილობრივი უნგრელი მოსახლეობა, ძირითადად სარალდებოდნენ უმეტესად გლეხები და თავისთავად ეს გლეხები, რომელ ფეოდალსაც ან უნგრელ დიდებულსაც ემორჩილებოდნენ, შესაბამისად იმის შემოსავალზეც აისახებოდა უარყოფითად, რა თქმა უნდა და შესაბამისად როგორც ასე ვთქვათ, დაბალი სოციალური ფენები, ასევე მაღალი სოციალური ფენები, ამ შემთხვევაში ფეოდალთა კლასიც უნგრეთში ყივჩახთა მიმართ უკვე ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი დამოუკიდებულება ჰქონდათ და გლეხებმაც კი დახოცეს გამოქცეული ყივჩახები, როდესაც ფეოდალებთან დამარცხდნენ ისინი და შესაბამისად აი ყივჩახები უნგრეთშიც საკმაოდ პრობლემას ქმნიდნენ ამ მხრივ. ერთ-ერთი წყაროსნობაც საინტერესოა ამ მხრივ, როდესაც უნგრელმა დიდებულებმა მეფეს მოსთხოვეს, რომ ყივჩახები და უნგრელები თანაბრად გასამართლებულიყვნენ დანაშაულისთვის, თანაბრად ეგოთ პასუხი და ამავდროულად დაესახლებინათ ისინი გაფანტულად. ყივჩახები დათანხმდნენ თანასწორ სამართალს, მაგრამ გაფანტულად დასახლებას არ დათანხმებულან. მათ ინტერესებში შედიოდა ჯგუფური დასახლება. ზოგადად ეს ისეთი პრობლემა არის, ხო, აი ამ მომთაბარეების ზოგადად ჩასახლება, ასე ვთქვათ, სოფლის მეურნეობისთვის გამოსადეგარ მიწებზე და ასე შემდეგ, ყოველთვის რა თქმა უნდა ადგილობრივ მოსახლეობასთან იწვევს პრობლემას, ახლა რომის იმპერიიდან, ბიზანტიის იმპერიიდან მახსენდება რამდენიმე მაგალითი და ყოველთვის იყო
პრობლემები, რომელიც ერთ-ერთი არის რა თქმა უნდა გუთების გადმოსახლება და ჩასახლება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. მერე სადამდე მიიყვანა რომის იმპერია კი ვიცით ეს. კი, რა თქმა უნდა, თუმცა ყივჩაღების გამოჩენას საქართველოს და უნგრეთის დაცემა არ გამოუწევია საბედნიეროდ. ხო, არა, არ გამოუწევია, მაგრამ აი იმის დაძაბულობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ცალსახა არის, რომ აი ამის თავიდან აცილება სრულად შეუძლებელი არის და გასაგებია რატომაც, იმიტომ რომ განსხვავებული ცხოვრების სტილია საქართველოს შემთხვევაში ეს არის მაინც მცირე ტერიტორია, რომის იმპერიის შემთხვევაში ვრცელი ველები და ამ შემდეგ, მაგრამ მან გუთების გადმოსახლებას რაც შეეხება, ეხლა ზუსტი რიცხვები ჩვენ არ ვიცით, რამდენი გადმოვიდა მაშინ რომის იმპერიაში, საუბარი არის მე-4 საუკუნის ბოლო მე-4-ზე აქ. რამდენიმე ასეულ ათასზე არის სხვადასხვა ვარაუდების გამოთქმული. ამ შემთხვევაში ჩვენ რამდენ ათასზე ვსაუბრობთ საქართველოს შემთხვევაში? საქართველოს შემთხვევაში დასახელებულია მეტად წყაროში გვაქვს 40,000 ყივჩაღით არის განსაზღვრული. აი საინტერესოა ეს რიცხვი, რაოდენობა, ანუ თუ ხდება ქართულ წყაროებში 40,000, ანალოგიური რაოდენობა არის დასახელებული ბიზანტიურ წყაროებში. ყივჩაღთა მთელი ასე ვთქვათ, მთლიანი არ ანუ კონკრეტულ ბრძოლაში არსებული ჯგუფის და ამავდროულად უნგრეთში დასახელებული ყივჩაღების რაოდენობა სწორედაც რომ განსაზღვრულია კვლავ 40,000. ანუ ეს რაოდენობა თითქმის არის სამივე შემთხვევაში არის ერთნაირი. ახლა რამდენად ასე ვთქვათ, შეიძლება თქვა იმის, რომ მართლა იყვნენ 40,000 თუ არა, ძნელია ამის განსაზღვრა, იმიტომ რომ ეს 40,000 არის ის მეომართა რაოდენობა, რომელიც გადიოდა სრული ასე ვთქვათ, გაწვევის შემთხვევაში ყივჩაღთაგან. და შეიძლება თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა ყივჩაღის დასრული ყივჩაღი მამაკაცი მეომარი, შეიძლება ერთი ოჯახიდან რამდენიმე ყივჩაღიც ყოფილიყო არმიაში წასული. თავისთავად მაგრამ საერთო რაოდენობა ბევრად მეტი იყო ვიდრე 40,000. შესაბამისად თუ როგორც ოჯახი შეიძლება ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ ჯარი ან არმია შეეძლოთ გაიყვანოთ უფრო მეტი ვიდრე იყო. მაინც შენი ვარაუდი როგორი არის, იმიტომ რომ შენ ახლა ამდენი წელი ამას იკვლევ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მაგალითად თითო ოჯახიდან 2 მამაკაცი არის გაწვეული, ან მეორე ვარიანტი განვიხილოთ, სიტყვაზე ოჯახიდან თითო მამაკაცი, აი ესეთი ჰიპოთეტური რიცხვები რომ თითო მამაკაცს გავითვალისწინებთ, რომ არმიაში მიდის მეფესთან სამსახურში, ამ შემთხვევაში ისტორიკოს უნდა დავეთანხმოთ და 40,000-ით განსაზღვროთ. აღსანიშნავია ის, რომ მონასპა, რომელიც 5,000-ით იყო და ვფიქრობ, რომ ეს საერთო რაოდენობა ოჯახებიანად რო დავთვალოთ, გამოდის მაშინ 40,000 და თუ ეხა ორიან სამი მეომარი იყო წასული ერთი ოჯახიდან, ასე სავარაუდოდ მაშინ 20,000 ან ცოტა ნაკლები. გაჩნია კონკრეტულად ახლა რამდენი დასრული მამაკაცი ყავდათ ოჯახში. და იმ 40,000-ზე გამოთვლით სულ ყივჩაღთა რაოდენობა, მინიმუმ 5 სულზე რომ იანკარიშეს დაახლოებით 225,000-მდე. ხო, ეს რიცხვი მაინტერესებდა. საქართველოსთვის ცოტა ძალიან დიდი რიცხვია და ხო, რამდენად იყო ეგ შესაძლებელი, რომ აი ამ ხელა, იმიტომ რომ როგორც გითხარით წაღან, გუთების განმოსახლების შემთხვევაში და არ იყო საუბარი 9 მილიონზე ან მილიონ ადამიანებზე. აი მანდაც საუბარი იყო 10,000-ზე და შესაძლებელია 100 და ზოგი ისტორიკოსი ცოტა მეცაც ფიქრობს, მაგრამ მანდაც აი ეს მთლიანად ანუ ოჯახებით გადმოსახლება მოხდა. საქართველოში რამდენად მოხერხებადი იქნებოდა ეს თქვათ 200-250,000 ადამიანის გადმოსახლება საერთოა. არა, გამოცხული ეს 40,000 იყო მათი სრული რაოდენობა. ესეც არაა გამორიცხული. ხო, ესეც არის შესაძლებელი, კი. და შესაბამისად ოჯახები თავისთავად უფრო ნაკლები გამოვიდოდა. და თუ ეს ასე მოხდებოდა, ანუ მაგალითად საერთო ჯამი არის 40,000, მაშინ იქიდან ჯარისკაცების რაოდენობა, ასე ვთქვათ, მეომრების რაოდენობა, რომელიც ემსახურებოდა უკვე ქართულ მონარქიას, იქნებოდა სულ რამდენიმე 1000 შემთხვევაში შესაძლებელია. აი დიდგვარი ბრძოლაში 15,000-ია დასახელებული. შეიძლება უფრო მეტიც ყოფილიყო, მაგრამ ალბათ ფიქრობთ, რომ ყველაზე რეალური იქნება ის ვთქვათ, რომ 40,000 ყივჩაღი მეომარი შეეძლო გამოეყვანა ყივჩაღთა მთელ კატეგორიას და ამ შემთხვევაში ეს ასე ვთქვათ, შეიძლება არ იყო აუცილებელი, მაინც 40,000 ოჯახიდან ყოფილიყო ეს 40,000 მეომარი გამოსული და თუნდაც ის რომ ყივჩაღისთვის ბრძოლა გარდა საქონლის ჯოგების პატრონობისა, ასევე ეს ბრძოლაც შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო. თავისთავად ოჯახის ნებისმიერი, ასე ვთქვათ, სრულწლოვანი წევრი ჩართული იქნებოდა ამ საქმიანობაში და შესაბამისად
ვფიქრობთ, რომ შეიძლება ერთი ოჯახი და 2 ან 3 მეომარიც კი ყოფილიყო წასული სამხედრო, ასე ვთქვათ, საქმეში და მეფის სამსახურში მდგარიყო. გასაგებია. აი ამ ყველაფრის შემდეგ, ან დავითის ეპოქის შემდეგ, სად და როგორ ქრებიან, ასე ვთქვათ, ყიფჩაღები და თუ ქრებიან საერთოდ, ახლა ჩვენ წყაროებიდან ვიცით, რომ მომდევნო პერიოდებშიც მაინც ყიფჩაღები ფიგურირებენ საქართველოს ისტორიაში, რა თქმა უნდა, ასეთი დოზით არა, როგორც აღმაშენებლის დროს. აი ამაზე თუ შეგიძლია მოგვიყვა, სრულდება დავით აღმაშენებლის ეპოქა, ისე მართლობა, აი მე რა ხდება? აი დავითის უნდა გავიცოდე ასევე არა მარტო დავითის გარდაცვალების საკითხი, არამედ რა ხდება ამ დროს, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთ კავკასიაში და კერძოდ რუსთა სამეფო სამთავროებში. იმავე წელს გარდაიცვალა ასევე ვლადიმერ მონომახიც, რამაც თავისთავად შეცვალა გეოპოლიტიკური ვითარება ჩრდილოეთში, თავისთავად ყივჩაღებმა კვლავ დაიბრუნეს პოლიტიკური ძლიერება სამხრეთ რუსეთის სტეპებში, აი დონის მიდამოებში არის ყივჩაღთა დაჯგუფების საცხოვრებელი ტერიტორია, საიდანაც გადმოსახლდა ათრაკა და ხოლო თვითონ ათრაკას ძმა თავისი ყივჩაღთა ჯგუფით დარჩა დონის მიდამოებში. თავისთავად რა თქმა უნდა ისინი შევიწროებული, მაგრამ მაინც განაგრძობდნენ არსებობას, მაგრამ საკმარისია, როდესაც გარდაიცვალა, ასე ვთქვათ, ვლადიმერ მონომახე, შემდგომ ათრაკას სირჩანი მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს. ანუ ამის შესახებ ცნობა არის ვოლინელ მემატიანის ტექსტში დაცული და სირჩანი გზავნის, ასე ვთქვათ, ორევას, მებუკე ორევას ელჩად საქართველოში და ათრაკას, ასე ვთქვათ, უთვლის, რომ ვლადიმირი უკვე მკვდარია, დაბრუნდი შენს სამშობლოში და საინტერესოა ასევე რომ ატანს ჯადო მწვანე ლევშანს, ანუ თუ უარი თქვა დაბრუნებაზეო, ათრაკამ მაშინ აყნოს ჯადო მწვანე ლევშანი და უმღერე ყივჩაღურის სიმღერები, ანუ თითქოს ცდილობს რომ პატრიოტული სულისკვეთება გაუღვიოს თავის ძმას. რაც თავისთავად გვაფიქრებინებს იმას, რომ ყივჩაღები საქართველოში შეიძლება საკმაოდ კმაყოფილად და კარგად ეცხოვრათ, კმაყოფილი იყვნენ როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ დავით ისტორიკოსის ცნობას, დავითმა ყივჩაღები მოამარაგა აღჭურვილობით, ცხენებით, ასევე საზრდელით, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ მან საქონლის ჯოგები ეს იქნებოდა ცხვარი, თუ სხვა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ისინი მათი რაოდენობაც ის დანაკლისი რაც განიცადეს რუს მთავრებთან ბრძოლაში, მან შეუვსო შესაბამისად მათი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ გაუმჯობეს და ახალი იარაღები შეიძინეს და თავისთავად მათი სამხედრო უპირატესობაც მეტად გაიზარდა. თავადაც არაერთი მარბიელი რეიდები აწარმოეს მუსლიმურ სახელმწიფოებზე საქართველოში ცხოვრობის განმავლობაში, შესაბამისად საკუთარი შემოსავლის გაჩენის წყაროც გაუჩნდათ, გარდა იმისა, რომ მეფეც უზრუნველყოფდა და თავისთავად არსებობდა ასევე საყივჩაღო გადასახადის, რომელიც ასევე ყივჩაღთა უზრუნველყოფას ხმარდებოდა ისე. და შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ყივჩაღებს წასვლა არ სდომებოდათ, მაგრამ გარდა იმისა, რომ სირჩანმა მოუწოდა ვლადიმირის გარდაცვალების გამო, რომ კვლავ დაბრუნებულიყვნენ ისინი თავიანთ მშობლიურ სტეპებში, ამასთან როგორ იცვლება პოლიტიკური ვითარება უშუალოდ საქართველოს სამეფო კარწეც. როგორც ვიცით, დავითს ყავდა მეორე, ასე ვთქვათ, ცოლი ყივჩაღი, ათრაკა შარღაიცის ასული გურანდუხტი, რომელთანაც შეეძინა ვაჟი ვახტანგი. დავითის მემკვიდრე იყო დემეტრე პირველი, რომელიც პირველი ცოლისგან ყავდა და თავისთავად ტახტის მემკვიდრე უფროსი ვაჟი განისაზღვრებოდა. და თუმცა ეს არ გამორიცხავდა ვახტანგის როგორც ტახტის პრეტენდენტად არსებობას. თავისთავად დემეტრე არ იქნებოდა მაინდამაინც პროყივჩაღურად განწყობილი. ვახტანგში დაინახავდა ის არსებულ საფრთხეს, შესაბამისად თავისთავად ყივჩაღთათვის ნათელი გახდებოდა დემეტრეს ანტიყივჩაღური განწყობილება. განსაკუთრებით 1130 წელს, როდესაც ვახტანგი აჯანყდა დემეტრე პირველის წინააღმდეგ. განსაკუთრებით მან საქართველოს დატოვება უფრო მეტად მოხდებოდა სწორედ მაგ პერიოდში. გარკვეული ნაწილი, რა თქმა უნდა, დავითის გარდაცვალების შემდეგვე წავიდა, აი ათრაკას ხელმეთაურობით, რა თქმა უნდა, ათრაკა მარტო არ წავიდოდა და თავისი გარკვეული რაოდენობა გაყვებოდა უკან.
და შესაძლებელია გარკვეული ნაწილი კიდევ კვლავ წასულიყო საქართველოსთან უკვე 2030 წლის აჯანყების შემდგომაც. თუმცა მაინც ფიქრობ, რომ მათი გარკვეული ნაწილი შევანახევარი ან ნახევარზე ნაკლები მაინც დარჩებოდა საქართველოში, რასაც ემეტყველებს, რომ მათ მიუხედავად დემეტრე პირველის დროს ისინი არ ჩანან აქტიურად დემეტრეს სამხედრო კამპანიებში, უკვე კვლავ ახლდება ეს ურთიერთობა უკვე გიორგი მესამის დროს. გიორგი მესამის დროს არის ნაყეჩაღარი ყუბასარი, რომელიც უნდა ყოფილიყო დავითის დროს ჩამოსახლებული ყივჩახების შთამომავალი, იმიტომ ის უკვე გაქართველებულია ქართულ რეალობას, ანუ ფაქტობრივად ქართველ ფეოდალად არის უკვე ქცეული, ყივჩახთა არმიის მეთაურია, ყივჩახთა შორისაც სოციალურ საფეხურზე მაღალ დონეზე დგას და მას ემორჩილება 5000 ყივჩახი, რომელიც უნდა იყოს მონასპა, რომელიც უშუალოდ გიორგი მესამეს დემნა უფლისწულისა და ივანე ორბელის აჯანყების დროს ერთ-ერთ ასე ვთქვათ დასაყრდენ ძალად ყავს აჯანყებულთა წინააღმდეგ. და ეს ურთიერთობები ასევე გრძელდება უკვე თამარი და გიორგი მესამის დროსაც ჩანან როგორც საქართველოში მყოფი ყივჩახები, ასევე ყივჩახები, რომლებიც ცხოვრობენ თავის მშობლიურ სტეპში, მაგრამ გიორგის მოწვევისთანავე ისინი მათ ასე ვთქვათ ემორჩილებიან საქართველოს მეფის მოთხოვნას სამხედრო დახმარებას საჭიროების შემთხვევაში. და მსგავსი პოლიტიკა გრძელდება უკვე თამარის დროსაც. თამარის დროს ხდება უკვე კიდევ ერთი ნაკადის მოსვლა სავარაუდოდ, რასაც უნდა მეტყველდეს ყივჩაყნი ახალნი და ეს ახალი ტერმინის შემა მიუთდებს იმაზე, რომ ხდება რომ მემატიანე განასხვავებს დავითის დროს ჩამოსულ ყივჩაყებს და თამარის დროს ჩამოსულ ყივჩაყებს. თავისთავად გარკვეული რაოდენობა არ არის დასახელებული სამწუხაროდ ეს ახალი ყივჩაყები რამდენი შეიძლება ჩამოსულიყვნენ, მაგრამ ასევე დასახელებულია მოქირავნე ყივჩაყები, მაგალითად ყივჩაყთა მეფის ძმა სევინჯი სამსახურად იყო საქართველოში და ასევე დასახელებული არიან ყივჩაყები, რომლებიც ასე ვთქვათ ხშირად მონაწილეობენ იმ ბრძოლებში, რომლებიც ასე ვთქვათ საქართველოს მართავს თამარის პერიოდში და ასევე გრძელდება ლაშა გიორგის პერიოდში, როდესაც ყივჩაყთა ახალი ნაკადი ითხოვს საქართველოში ტერიტორიებს დასასახლებლად, საქართველოს სამეფო კარი უარს ამბობს ყივჩაყთა ახალი ჯგუფის მიღებას, რაც გვაფიქრებინებს იმაზე, რომ ყივჩაყები უკვე საკმარისი რაოდენობით ცხოვრობდნენ საქართველოში და მეტი ყივჩაყთა ახალი რაზმების დამატება საქართველოს აღარ საჭიროებდა. და უკვე რუსუდანის მეფობის დროს ერთ-ერთ ბრძოლაში დასახელებულია ყივჩაყთა რაოდენობა 20,000-ით. რაც იმ პერიოდის ვითარებაში საკმარისი რაოდენობა უნდა ყოფილიყო. თავისთავად რუსუდანის მეფობის დასაწყისში 20,000 ყივჩაყი იყო, თავისთავად ეს 20,000 ყივჩაყი იქნებოდა ლაშა გიორგის მეფობის პერიოდშიც და თავისთავად საქართველოს სამეფო კარმა აღარ ჩათვალა საჭიროდ მათი ახალი ძალების მიღება. და საბოლოოდ ის უნდა შეგვიძლია გამოვიტანოთ, რომ ყივჩაყთა ნაწილი დარჩა რა თქმა უნდა საქართველოში და კვლავ გაგრძელდა ის ურთიერთობები, შემდგომ საკმაოდ აქტიური სახე შეინარჩუნა ლაშა გიორგის პერიოდის ჩათვლით. მონღოლთა პერიოდში ისინი ნაკლებად ჩანან, თუმცა აი ბოლო მოხსენიება ერთ-ერთი ასე ვთქვათ არის ვახტანგ მესამის მმართველობის პერიოდში, როდესაც ის უპირისპირდება დავით მერვეს და ვახტანგ მესამის მხარდამჭერი, ასე ვთქვათ, ყივჩაყები ჩანან კიდევ ერთხელ ქართველი მეფის სამსახურში. ძალიან საინტერესოა, დიდი მადლობა. ალბათ მაინც უფრო დასაწყისში უნდა დამესვა ეს კითხვა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ყივჩაყების განსახლებაზე ჩრდილოეთ კავკასიას გულისხმობ შემთხვევაში. შენ დინარი დონი ახსენე, ეს არის უკიდურესი დასავლეთ წერტილი და აი უკიდურესი აღმოსავლეთ წერტილად რა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რო გითხრა ეს, იმიტომ რომ ამას მინდა ასე ვთქვათ მივალვა ჩემი შემდეგი კითხვაც. ასე უკიდურესი აღმოსავლეთი კუმანების, ანუ დასავლეთის კუმანების ასე ზუსტი ასე ადგილი არ არის განსაზღვრულ წყაროებში, დასახელებული აღმოსავლეთის ყივჩაყები, ყივჩაყნი და რუბანდელისანი და როგორც ჩანს ეს არის კიდე სხვა დაჯგუფება, რომელიც მომთაბარეობს კასპიისპირეთის ჩრდილოეთ ნაწილში და როგორც ჩანს აი ეს დონის ყივჩაყები ის ტერიტორია კონკრეტულად სადამდე ვრცელდება და სად ხდება მათი გაყოფა, აი კუმასა და ყივჩახს შორის არ ჩანს მაინდა-მაინც წყაროებში. თუმცა ინტერესო არის
ხო. დავითის ისტორიკოსაც ყავს მოხსენიებული ეს ყივჩაღნით დარუბანდელისანი, ანუ მაშინ როდესაც კუმანებთან, ანუ დასავლეთის ყივჩაღებთან კარგი ურთიერთობა აქვს დავითს და ეს ყივჩაღებს შენარჩუნებული აქვს ეს ვასალური დამოკიდებულება და ასე მოკავშირული დამოკიდებულება გიორგი მესამის დროსაც, რადგან ქართველთა მეფის მოწოდებას ეხმიანებიან ჩვეულებრივ, აი ამ სამოგენ ტრული დამოკიდებულება აქვს დარუბანდის ყივჩაღებთან, ანუ ეს არის კასპიისპირეთის მცხოვრები ყივჩაღები და თავისთავად ეს დაჯგუფებები არის განსხვავებული მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ერთი და იგივე ხალხი არიან, არის სარკე პოლიტიკური დაჯგუფება და ყივჩაღთა სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით უნდა აღინიშნოს ის, რომ აი მონღოლთაგან განსხვავებით მათ ერთიანი სახელმწიფო არ შექმნეს, რაზეც მეწყოლებს ის, რომ აი სხვადასხვა ჯგუფები არსებობს, თუ მაგალითად ათრაკას ურდო საქართველოს ასე ვთქვათ მორჩილებაშია და მისი მოკავშირეა, არიან კიდევ სხვა ყივჩაღები, რომლებთანაც საქართველოს მაინდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს. იქით იმათ წინააღმდეგ იბრძვის. ხო, უბრალოდ ეს გეოგრაფიული განსახლება საინტერესოა იმ კუთხით, რომ ყივჩაღთა და რუსებს შორის, ასე ვთქვათ, დაჯახება მაინც უფრო რითი არის გამოწვეული, ხო? ჩემი გააზრება და უბრალოდ აი წინა პერიოდებთან შედარება, ან თუნდაც მომდევნო პერიოდებთან შედარებაც, მაინც უფრო რაზე მაფიქრებს, რომ მათი განსახლების არეალი მაინც უფრო დაკავშირებულია იმ მნიშვნელოვან სავაჭრო გზებთან, რომელიც მდინარეების გასწვრივ გადის, ან თუნდაც სიტყვაზე კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე და აი ეს ის სივრცეებია, ანუ მდინარე ვოლგა, სიტყვაზე დარუბანდი, მერე მდინარე დონი, აზოვის ზღვა. ეს ის სივრცეა, სადაც პრინციპში რომლისკენაც რუსები მიილტვოდნენ საუკუნეების განმავლობაში, ანუ ეს ექსპანსია რუსული, რომელიც არა მარტო მონღოლების სიტყვაზე დასუსტების შემდეგ ხედავთ ჩვენ, არამედ მანამდეც იყო მონღოლებამდეც იყო პრინციპში, როგორც რუსი ისტორიკოსები ამბობენ, მთელი ანუ რუსეთის ისტორია რა არის, ანუ რუსული ექსპანსია აი ამ მდინარეების ხელში ჩასაგდებად, იმით რომ ეს მდინარეებს აკონტროლებენ ეს ყივჩაღები. აი ეს მაფიქრებს ზუსტად რომ ანუ მათი დაჯახება ერთმანეთთან მაინც არის უფრო აი იმით ალბათ გამოწვეული ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა თუ ვინ გააკონტროლებს აი იმ გასასვლელებს იმ სავაჭრო გზებს რომელიც აი მდინარეებზე და ბუნებრივ რაღაცა თავისთავად ანუ ეს ყივჩაღები არბევენ იმ ტერიტორიებს რომლებიც რუსებს ისედაც აქვთ და ამავდროულად თავად რუს მთავრებსაც თავისთავად ექნებოდათ რა თქმა უნდა იმ ტერიტორიების კონტროლი თუ ტერიტორიების თუ არა სავაჭრო გზების მაინც რომლებზეც ყივჩაღები არიან სულისგულის ხო ანუ კონტროლის სულისგულის ხო თერთობაზეც არა რა თქმა უნდა გამორიცხული და ის იმიტომ რომ ეს ძალიან გავს მაგალითად იმას თუ ხაზარებსა და რუსებს შორის რეალურად შეჯახება რუსებსა და კიდევ სხვა მომთაბარეებს შორის ანუ ის ხალხი ის მომთაბარეები რომელიც იკავებდნენ აი ამ ასე ვთქვათ შავ ზღვასა და კასპიას შორის არსებულ ტერიტორიას რომელიც ერთი გადმოსახედიდან თითქოს და არაფერი განსაკუთრებული ტერიტორია არ არის ხო მაგრამ რეალურად ეს ის სივრცე რომელიც აკავშირებს სიტყვაზე კავკასიას განსაკუთრებით მის სამხრეთ ნაწილს და ახლო აღმოსავლეთს უკვე აი იმ ჩრდილოეთ ევრაზიასთან სადაც აი ეს მსხვილი სავაჭრო გზები გადის სადაც მსხვილ სავაჭრო გზაში რა თქმა უნდა ვთვლი იმას რომ აი ცხოველების რაოდენობა და ის სიუხვე ხო რომელიც სიტყვაზე ჩრდილოეთ ევრაზიაში ხდება ну ის ხალხი რომელიც მოახერხებდა შავ ზღვასა და კასპიას შორის ეს თქვა აი ამ ტერიტორიის დაკავებას ის პრაქტიკულად აკონტროლებდა ჩრდილოეთ ევრაზიიდან ჩამოსულ აი იმ დიდ სავაჭრო ნაკადს რომლითაც ძალიან დაინტერესებული იყო ახლო აღმოსავლეთი ცენტრალური აზია ხაზარები ამას აკეთებდნენ მონღოლები მომდენო პერიოდში ანუ ჩვენ აი ამ განხილულ პერიოდის შემდგომ საუკუნეებში ასე ვთქვათ იგივეს აკეთებდნენ აი მაინტერესებდა თუ ასეთი ცნობები გვაქვს ჩვენ ყივჩაღებთან დაკავშირებით როგორც ჩანს გარკვეული მინიშნებები არის ამაზე რომ აი მნიშვნელოვანი მდინარეები რომლებიც ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ სავაჭრო გზების სწორედაც რომ ამ ყივჩაღების კონტროლის ქვეშ არის იქნებიან ეს დასავლეთის ყივჩაღები თუ აღმოსავლეთის ყივჩაღები და თავისთავად რუსი მთავრების ინტერესებითშიც რა თქმა უნდა შედიოდა ამ გზების კონტროლი და აი კიდევ ერთი საინტერესო ცნობა არის უშუალოდ უკვე
მისიონერების ტექსტებში და აღნიშნოთ ისიც, რომ ყივჩაღური ენა უკვე მონღოლთა პერიოდშიც მიუხედავად იმისა, რომ ყივჩაღთა, ასე ვთქვათ, ძალაუფლება თითქმის გაქრა და აღარ წარმოადგენენ რეალურ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდში, ენა შენარჩუნდა, ვაჭრობის ენა შენარჩუნდა ურთიერთობის ენად ყივჩაღური, ანუ ის ვაჭარი, ვაჭრები, რომელიც გადაადგილდებოდნენ დეშტი ყივჩაღის ტერიტორიაზე, სახელი მიუხედავად იმისა, რომ ყივჩაღები არ ცხოვდნენ, სახელი ასე თუ ისე შეინარჩუნა ამ დეშტი ყივჩაღის ტერიტორიამ, როდესაც მანამდე ეს ტერიტორია იყო ყივჩაღების ასე ვთქვათ გავლენის ქვეშ და თუნდაც ის ფაქტი რომ ყივჩაღური ენა დარჩა კვლავ აქტუალური მონღოლების პერიოდშიც კი თავისთავად და განსაკუთრებით ვაჭრებისთვის თავისთავად სავაჭრო გზების კონტროლზეც მიგვანიშნებს შესაბამისად რომ მანამდეც ჩართული იყვნენ ყივჩაღები აქტიურ სავაჭრო ურთიერთობაში და საინტერესოა საქართველოს შემთხვევაც ამ შემთხვევაში როდესაც აი გიორგი იური ბოგოლოვსკის ძის ანუ იგივე გიორგი რუსის ჩამოყვანა ხდება საქართველოში ანუ მის ასე ვთქვათ ელჩად იგზავნება სწორედაც რომ ვაჭარი ზანქან ზორაბაბელი და ეს მიუთითებს იმას რომ ზანქან ზორაბაბელი პირველად არ მიდის ყივჩაღთა მხარეში სავაჭროდ, არამედ მას აქვს საკმაოდ გამოცდილება იცის ეს ტერიტორიები და სავაჭრო გზები, სადაც კარგად იცნობს და ისიც უნდა გავიტყვეთ რომ ეს იური, რომელიც დევნილი არის თავისი სამეფოდან, სწორედ ყივჩაღებთან აფარებს თავს. და შესაბამისად სავაჭრო ურთიერთობების არსებობაზე ეს ცნობაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმ მხრივ რომ ყივჩაღებიც აქტიურად იყვნენ ჩართული სავაჭრო ურთიერთობებშიც. და თუ რამე დამატება გინდა? ასე რეიდებიც, რა თქმა უნდა, თუ დაუშვათ ყივჩაღთა მხარდაჭერით არ სარგებლობდა, რომელიმე ასე ვთქვათ სახელმწიფო იქნებოდა ეს რუსი მთავრები თუ სხვა აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, თავისთავად ეს ვაჭართა, ასე ვთქვათ, ქარავანი გახდებოდა ყივჩაღთა, ასე ვთქვათ, რეიდის მსხვერპლი, ალბათ ლოგიკურად მას ექნებოდა. აი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვა და მე რა თქმა უნდა თუ შენ სხვა რამის დამატებას მოისურვებ, სიამოვნებით მოგისმენ. აი ესეთი კითხვა შენ წაგან ახსენე რომ სხვა მომთაბარეებისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში მონღოლები ახსენე ყივჩაღებს არ გამოვიდათ ეს თქო ერთიანი მოდი ასე ვთქვათ სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ხაზარებმა მოახერხეს თქოზე მონღოლებმა ანუ ოქროს ურდოს სახით სან როდესაც უკვე დაიშალა დიდი მონღოლური იმპერია ოთხნაწილად მაინც მოახერხეს აი დიდი ტერიტორიის რაღაც ერთიანი კონტროლის ქვეშ მოქცევა. აი რა უშლიდა ხელს ყივჩაღებს მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა ხშირად თანაშრომლობდნენ, მაგრამ ამავდროულად ხშირად ეს რამდენიმე შენ ორი ახსენე ძირითადი ჯგუფი რომელიც ერთმანეთს ეომებოდა და ვთქვათ ენტერებოდა ხშირად. აი რა უშლიდა ხელს მათ რომ ჩამოეყალიბებინათ ერთიანი ასე ვთქვათ სივრცე პოლიტიკური სივრცე. საკმაოდ ისტორიულ წყაროებში საკმაოდ ბევრი მთავარია და სახალხო რომელიც თანაბარი ასე მნიშვნელობით თანაბარ პოზიციაზე დგანან. თუნდაც ათრავქა სირჩანი. მიუხედავად იმისა რომ ესენი ძმები არიან, ორივეს თავისი ურდო ყავს. სირჩანელი, ხოლო სირჩანელი დონის მახლობლად თევზით თავს იჩენდნენ. რომ სირჩანი იქ მარტო არ დარჩენია თავისი ურდოც, მასთან ერთად დარჩა. ათრავქამ თავის დაქვემდებარებაში მყოფი ყივჩაღები წამოიყვანა და ეს ყველა თითოეული ესეთი მთავარი ყივჩაღთა მთავარი ზოგჯერ მეფის სახელით არის მოხსენიებული სხვა ტექსტებში, სხვა წყაროების მიხედვით ზოგადად მთავრად არიან მოხსენიებული და ესენი ყველა იმდენად დამოუკიდებელ ასე ვთქვათ თავრად თვლიდა თავს, მაინც არც ესწრაფოდნენ ერთიანი სახელმწიფოს შექმნას, ანუ სახელმწიფოს აი ეს მთავარი ერთი მეფე, ან ერთი მთავარი, რომელსაც ყველა დანარჩენი ყველა ემსახურება, ასეთი არ ჩანს. არის თითქოს იყო მცდელობა, რომ აი ასეთი ყოფილიყო ათრაქას ვაჟი კონჩაკი. ან კონჩაკი თუმცა ეს ოჯახებად წინამდებობაც ხშირი იყო და რაც და კონჩაკმას ცადა თითქოს ყივჩაღთა გაერთიანება. თავისთავად დახვდა გარკვეული წინამდებობა სხვა მთავრების მხრიდან, რამაც ეს მცდელობა თავისთავად ჩაშალა და ვერ მივიღეთ ის და უშუალოდ რაც მივიღეთ მონღოლებში. ხო აი ჩინგისყაენმა ფაქტობრივად თავისი პოლიტიკით შეძლო მონღოლური ტომების გაერთიანება. ხო ეს მონღოლები ხო ანუ სხვა ტომებისგან შედგებოდნენ, საკმაოდ ბევრი იყვნენ, სხვა ნოინების. მე საბოლოო ჯამში მონღოლების სახელით სხვა ტომებიც ხვდებიან. სწორდნენ უკვე, მაგრამ ნუ რეალურად ხო შედგებოდნენ მრავალი ტომისგან, მათ თათრებისგან
რომელთა სახელითაც თავდაპირველად მონღოლები, აი ყივჩაღები მონღოლებისგან განსხვავებით, უფრო ადვილად დგებოდნენ სხვა ქვეყნების სამსახურში. მონღოლებმა როდესაც უკვე გაძლიერდნენ, მოქირავნეთ სადმე აღარც ჩანა, ხო? ეხლა მონღოლი მოქირავთა რაზმები აქეთ ვერ მიხსენებ, კი, ვერ მიხსენებ, ხო, ესეთ თვითონ იპყრობენ სხვა ტერიტორიებს უკვე და თავიდანვე გაერთიანდნენ და ყივჩაღები პირიქით არის მას, პირიქით ემსახურები მონღოლებს ბიზანტიაში მიდიან უნგრეთში მიდიან ანუ მართალია დასახლება უნგრეთში უფრო გვიან ხდება ეს მონღოლთა დევნით არის გამოწვეული ყივჩაღთა დასახლება უნგრეთში მაგრამ მანამდე უნგრეთთან მიდგება საქმე მანამდე სხვა ქვეყნებთანაც აქტიური ასე ვთქვათ ურთიერთობა აქვს თუნდაც საქართველოს ჩამოსახლებასაც მაინდამაინც დიდი ასე ვთქვათ სირთულით არ მოეკიდრენ და ადვილად დათანხმდა ათრაკა თავისთავად როგორც საქართველოს ინტერესებიც იყო გათვალისწინებული რომ რადგან სამხედრო ძალა სჭირდებოდა დავით აღმაშენებელს ასევე ათრაკა სჭირდებოდა არსებული პოლიტიკური ვითარებაში ისეთი ტერიტორია სადაც აღიდგენდა როგორც პოლიტიკურ სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით თავის ძალებს და თავისთავად ორივე მხარე დაინტერესებული იყო ამ შეთავაზებით. არის მოსაზრება, რომ ეს ყივჩაღთა გამოსახლება უკავშირდება ანუ ვლადიმერ მონომახს სასახად და დავითი თითქოს არაფერ შუაში არ იყო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს დავითმა მოინდომა და თავიდანვე განიზრახა მათი ჩამოსახლება და უბრალოდ გამოიყენა ვლადიმერ მონომახის დამოკიდებულება ყივჩაღთა მიმართ და თავისთავად ხელი შეუწყო ამ ფაქტორმა, რომ ვლადიმერ მონომახი იბრძოდა ყივჩაღთა წინააღმდეგ, თუმცა თვითონ ვლადიმერ მონომახს გადაესახლებინოს საქართველოს ყივჩაღები ვფიქრობთ ეს მოსაზრება მაინც გამართლებული არ არის, რადგან თუ მაგალითად აი ერთ-ერთი ცნობის თანახმად თუ 1116 წელს იაროპოლკმა ილაშქრა ყივჩაღების წინააღმდეგ დაამარცხა ისინი და 1018 წელს თუ ყივჩაღები საქართველოში ჩამოასახლეს, მაშინ და ეს თუ მოხდა ვლადიმირის ხელმძღვანელობით, მაშინ რატომ გაილაშქრა ათრაკას ურდოს წინააღმდეგ 1120 წელს და ვერ იპოვა ისინი. ესე იგი უკვე საქართველოში არიან წამოსულები და თუ წამოსულები არიან, შესაბამისად ლაშქრობას ვის წინააღმდეგ გააწყობდა, ხო? თუ მის მიერ იყო, ანუ ასე ვთქვათ, კინის კარის მიღმა განდევნა ყივჩაღებიო, აი რუსე ვოლნელი მატიანე ამას წერს ვლადიმერ მონომახზე და თავისთავად ამ ეს მარაუდი იმის შესახებ ორი ლაშქრობა ეწყობა და მეორე ჯერზე უკვე იაროპოლკი ყივჩაღებს ვეღარ პოულობს თავისთავად მიანიშნებს იმაზე რომ რუსულმა სამეფო კარმა არ იცის ამ ყივჩაღების ბედის აწავიდნენ და რატო არ დახვდნენ იქ ანუ წასულები რო არიან ეს ფაქტი არ იცის თავისთავად ვლადიმერ მონომახი მერსად ვერ გადაასახლებდა ამათ წინამდებ შემთხვევაში ეცოდინებოდა და ლაშქრობას აღარ მოაწყობდა და აქ არ ჩანს სირჩანელი მიუხედავად იქ იყო აბათ უშუალოდ მათ წინამდებ არ იყო ეს ლაშქრობა მოწყობილი როგორც ჩანს კარგი დიდი მადლობა და აი მაინც კიდევ ერთი კითხვა გამიჩნდა პრინციპში რთული აქ არაფერია მაინც მინდა რომ აი დავასრულოთ როგორ აი სად რა ბედი ეწევათ ზოგადად აი ყივჩაღებს მათ თავდაპირველად თქვით განსახლების არეალში როგორც სხვა მომთაბარეები ცხრებიან, აი თქუფებიან ან გარკვეულწილად მოახერხებენ შენარჩუნებას თავისი იდენტობის, აი რა მოუვიდათ ყივჩაღებს. და აი სულ მოკლედ ანუ ეს თქვით ისტორიული ეს თქვით მონახაზი რო გაგვიკეთოთ რომ მაყურებლისთვის თქვით საქართველოში ყივჩაღური კვალი შემორჩა იმ მუზარადებზე არის აღმოჩენილი ყივჩაღური კვალი დღესდღეობით ყივჩაღად თავს არც ერთი ქართული მოსახლე არ თვის ამ ხრივ დღეს როგორი ვითარება ჩრდილოეთში რა ხდება ჩრდილოეთში როდესაც მონღოლები გამოჩეს ყივჩაღთა ნაწილი წავიდა სხვა ქვეყნებში შეაფარა თავი ხო ხდება ყივჩაღები ხდებიან უნგრეთში როგორც თქვით აი 40-იან წლებში 1235 წლის შემდგომ პერიოდში ყივჩაღები მონღოლებისგან დევნილები მიდიან უნგრეთში და უნგრეთში ასე თუ ისე შენარჩუნებულია ყივჩაღური კვალი მხრივ რომ ახსოვთ მათ ყივჩაღური წარმომავლობა შეიძლება შერეული მოსახლეობა არის ასე ვთქვათ წმინდად ყივჩაღი აღარ არის მაგრამ და საკუთარ თავს თუ ეძახის ვინმე ყივჩაღს ანუ უნგრეთში ეს არის ანუ ყივჩაღური არის ხო ანუ ხო თუნდაც ტერიტორიამ შეინარჩუნეს ახალი ხო ეს დიდი კუმანია და კინშკუნსაკ და ნაჯიკუნსაკ დღესაც მას ექვია ასე ტერიტორიამაც შეინარჩუნა და ენაზეც რომ მოგვიყვია რომ ჩანს ხო და ენა გასაგები განსხვავება ანუ ყივჩაღურ ენაზე საუბრობენ ხო თუ ენა არ შემორჩათ
აი ამაზე რო აი გითხრა. ქართულში მაგალითად აი ორ სიტყვას ახსენებს ჭალაში და დაშნაჭ და ყევჩაღურიდან. ახლა კონკრეტულად რას ნიშნავს ეს სიტყვებია არ არის ცნობილი. თუმცა სავარაუდოდ ალბათ ისწავლიდნენ ქართულს საკითხი ცხოვრობენ. უნგრეთში რა ხდება მაგალითად? უნგრეთში რა ენაზე საუბრობს ის ჩამოსული ყევჩაღი ასე არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში რომელიც იქ ცხოვრობს საუკუნეების განმავლობაში უკვე პირველი თაობა თუ არა მეორე ან მესამე თაობა რა თქმა უნდა ხა უნგრულ ენას მათ აითვისებენ თავიანთით რა თქმა უნდა არ დაავიწყდებოდათ თუნდაც ის რომ როგორც აღნიშნე ეს ყევჩაღური ენა ყევჩაღთა ძლიერების ასე ვთქვათ დაკარგვის შემდეგაც კი კვლავ შენარჩუნებული იყო ოქროს ურდოს ტერიტორიაზე და თავისთავად ენა მაინც ასე ადვილად არ დაიკარგებოდა თუმცა ადგილობრივ კულტურასაც აითვისებდნენ ანუ გარკვეული ნაწილი შეიძლება გადასულიყო კიდეც მოთაბარული ცხოვრების წესიდან ბინადარ ცხოვრების წესზე ხა ეს შეიძლება არ ყოფილიყო ძალიან დიდი რაოდენობა ის საქართველოს შემთხვევაში მაგრამ გარკვეული ნაწილი თუნდაც ყუპას არის ხო აღარ მომთაბარეობს არის უკვე ის ხო აქ ძალიან გავს იმას თუ რა დაიმართა სიტყვაზე მონღოლებს ირანში ჩინეთში და რამდენიმე თაობის შემდეგ თუ არა მეორე მესამე თაობაში შენ უკვე პრაქტიკულად იღებ იმ წესჩვეულებებს რომელიც შენ გარშემო არის და ვინც შენ გარშემოა ესენი უფრო მეტნი არიან იმიტომ რომ მომთაბარეები მაინც არ იპყრობდნენ სხვა ტერიტორიებს დიდი რაოდენობით არც მონღოლები იყვნენ ბევრნი და არც ხაზარები და არც სხვები ხო აქ წყაროებიდან თითქოს ჩანს რომ ასობით ათასი მომდი მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა არისო და მათი ასე ვთქვათ აღრევა ადგილობრივებთან ყოველთვის რა თქმა უნდა სამდე ისინი თუ არანო ორი თაობის ამბავი იყო და მონღოლები წუხდნენ სხვათა შორის რომ აი ჩვენიანები იწყებენ უკვე ჩინურად და ასე ვთქვათ ირანულად ჩაცმას და ყვებას და ყველაფერს რა ანუ ხდება ეს თქო ინტეგრირება ადგილობრივ მოსახლეობაში რაც რა თქმა უნდა მათი კულტურა აი საქართველოს ქრისტიანად იქცევიან ხო ეს ყევჩაღები შეიძლება მათ ქრისტიანობა როგორც გავრცელებულია ამოსრება რომ დაემატა მათ რწმენა წარმოადგენს მაგრამ თუნდაც გარკვეულ ინტეგრაციას ემეტყველებს ყევჩაღის მიერ ქრისტიანობის მიღება აი უნგრეთშიც როდესაც ხდება მათი დასახლება სატერიტორიების სანაცვლოდ ყევჩაღი მთავარი ბელა მეოთხეს პირდება თავისი ხალხის გაქრისტიანებას და ბელას მეოთხეს მმართველობის ვასალობის აღიარებას ის მორჩილებას აღიარებს და ქრისტიანობას იღებს. ანუ თვითონ ბელა არის კუტენის ნათლია, თვითონ ნათლავს მეფე, ყევჩაღთა მთავარს და ანალოგიური ვითარება არის საქართველოს დღითიდღე შეემატებოდა ქრისტიანთა რაოდენობა ყევჩაღების სახითო აღნიშნავს დავითის ისტორიკოსი და ეს გაქრისტიანებაც თუნდაც უნგრეთში ან საქართველოში არ ყოფილა ძალადობითი ხასიათის. თავისთავად არც ერთი მეფეები არ ცდილობდა რომ მაინც ყევჩაღები შეევიწროებინათ და ეცალებინათ და მაგრამ თავად ყევჩაღების ინტერესებშიც შედიოდა რომ ქრისტიანობა მიიღოთ და უფრო მეტად ყოფილიყვნენ ინტეგრირებული ადგილობრივ მოსახლეობასთან. რათა ანუ თუნდაც ქართველებს ან უნგრელებს ნაკლებად აღექვათ ისინი როგორც მტრებად განსხვავებული რელიგიის გამო. თუმცა თავისით რა თქმა უნდა არ დაუწყიათ და მიუხედავად ქრისტიანობის მიღებისა კვლავ შენარჩუნებული აქვთ საქართველოს მაგალითიც და უნგრეთის მაგალითიც, იმიტომ რომ უნგრეთის ტერიტორიაზე არაერთი სამარხია აღმოჩენილი, სადაც დაკრძალვის ან თუნდაც ის რომ მრავალი ნივთი აქვთ ჩატანებული ცხენი თუ ნებისმიერი იარაღი, სამკაული, ან მოხმარების საგნები, ხდება ასეთი სამარხები როგორც საქართველოში, ასევე უნგრეთშიც, რუსეთის ტერიტორიაზე ხო ძალიან საკმაოდ ბევრი ასეთი სამარხი, თავისთავად რელიგიის შეცვლის მიუხედავად მათ თავიანთი ცხოვრების წესი და თავიანთი რწმენა წარმოადგენები მაინც შეინარჩუნეს. უბრალოდ ქრისტიანობა დაემატა მათ ასე ვთქვათ რწმენას. საგები დიდი მადლობა ნინო. კი, ხო. დიდი მადლობა ნინო. ჩვენ პრინციპში რა თქმა უნდა ყველაფერს ვერ შევეხებოდით, მაგრამ მე მგონი მაინც მეტნაკლებად მოახერხეთ საკითხის გაშლა ისე რომ მაყურებელი უფრო ასე ვთქვათ გაიხსენებს ან თუ მისთვის უბრალოდ ახალია მაინც ასე ვთქვათ საინტერესოდ მოგვისმენს და დიდი მადლობა თუ რამის დამატება გსურს მოგისმენთ თუ არა და ჩვენ შეგვიძლია პრინციპში ამით დავასრულოთ და ამაზე რა თემზეც მინდოდა საუბარი თითქმის ყველაფერს შევეხეთ თქვენს საკმაოდ საინტერესო კითხვები დასვით და რამაც უფრო შეავსო საკითხი ინფორმაციული თვალსაზრისით კიდევ ერთხელ მადლობას გეტყვით მოწვევისთვის და ვფიქრობ რომ საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოვიდა დიდი მადლობა ნინო მადლობა